ზღვისპირა ქალაქ გდინიაში მდებარეობს გდინიის აკვარიუმი. ამ შენობის მშენებლობა 1938 წელს დაიწყო, თუმცა ომის დროს შეჩერდა. 1971 წლიდან კი იგი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი ძირითადი ფუნქცია ყოველთვის საზღვაო საქმიანობას უკავშირდებოდა. წლების მანძილზე სტუდენტები სწავლობდნენ ბალტიის ზღვის ბინადრებს და თავს უყრიდნენ ამ შენობაში არსებულ საზღვაო ლაბორატორიაში. ხოლო გემების კაპიტნებსა და რიგით მეზღვაურებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოჰყავდათ იშვიათი თევზები. დღეს აქ 8 დარბაზია განთავსებული. გდინის აკვარიუმის დათვალიერება მცირე ისტორიული და ევოლუციური ინფორმაციით იწყება, რის შემდეგაც დამთვალიერებელი ნახულობს თევზებს, რომლებსაც არ აქვთ თვალები. ასევე მოკლე აღწერა გვეუბნება, რომ ამ საყვარელ არსებას ზედმეტსახელად მუდამ ახალგაზრდა ჰქვია. იმიტომ რომ იგი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე ბოლომდე არ გადის ფიზიკურ მეტამორფოზას და მისი სხეული ნაწილობრივ ლარვაში რჩება. ვიგებთ, რომ ზღვის ვარსკვლავს დაკარგული კიდურები ხელახლა ეზრდება და რომ ამ არსებებს ძალიან აქტიურად იყენებენ სამედიცინო კვლევებში. აქ დამთვალიერებელი საკუთარი თვალით ნახულობს, თუ რა ფიზიკური საშუალებების წყალობით ეჭიდებიან თევზები ქვებს, რათა სწრაფმა და ცივმა დინებებმა არ წაიღონ. ერთ-ერთ დარბაზში განთავსებულია გეოლოგიური მაკეტი, რომელზეც ჩანს ევროპის ქალაქების განლაგება წყლის რესურსებისა და მთების განლაგებასთან მიმართებაში. შოკის მომგვრელია ამაზონის ჯუნგლების დარბაზი, აქ წარმოდგენილი არსებები არა მარტო საინტერესო, არამედ ცოტათი შიშის მომგვრელიც კია. აკვარიუმების შუშის სისქე დაახლოებით 1 მტკაველია. შუშებს მიღმა დანახული წყალქვეშა სამყაროს ფერები დაუვიწყარია. გარდა თევზებისა, საოცარი დასანახია მოძრავი წყალმცენარეები. ეს სანახაობა ფილმებსა და მულტფილმებში ნანახის ცხადად აღქმას უდრის. გდინის აკვარიუმის შენობა გარშემორტყმულია ზღვით. აქედან გამოსული ადამიანი გრძნობს, თუ როგორ ახლოსაა მასთან იდუმალი წყალქვეშა სამყარო.